კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტყუპების ასტროლოგიურ სამყაროში. დღეს ვიწყებთ სერიას, რომელიც მთლიანად ტყუპებს დაეთმობა, ერთ-ერთ ყველაზე ცნობისმოყვარე, კომუნიკაბელურ და მრავალფეროვან ნიშანს. თუ შენს ტყუპი ხარ, ან უბრალოდ გაინტერესებს რა იმალება ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების მიღმა, მაშინ მოემზადე ძალიან საინტერესო მოგზაურობა გველის. ტყუპების სეზონი იწყება 21 მაისს და გრძელდება 21 ივნისამდე. ეს ჰაერის ნიშნების ოჯახს ეკუთვნის, რაც მათ ეხმარება კომუნიკაციაში, აზროვნებაში და ურთიერთობაში. მათი მმართველი პლანეტა მერკურია, კომუნიკაციის, აზროვნებისა და ინფორმაციის პლანეტა. ტყუპების სიმბოლოა ორი ადამიანი, ტყუპები. ეს სიმბოლო არა მხოლოდ ორმაგ ბუნებას გამოხატავს, არამედ მუდმივ მოძრაობასა და შიდა დიალოგსაც. ტყუპების ძირითადი თვისებები. ტყუპები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან. მათ უყვართ ახალი ინფორმაციის მიღება, კითხვა, კვლევა, სწავლა. ისინი საოცრად კომუნიკაბელურები არიან, ლაპარაკი მათთვის ჰაერივით აუცილებელია. ტყუპი ვერ გაჩერდება ერთ საკითხზე დიდხანს, მათ ყველაფრის მოსინჯვა სურთ. ხანდახან შეიძლება გეგონოს, რომ ისინი ზედაპირულები არიან, მაგრამ სინამდვილეში მათ უბრალოდ დრო არ ყოფნით ყველაფრის სიღრმეში ჩასაყვინთად იმდენი რამ აინტერესებთ. სიმბოლო ტყუპები. ტყუპების სიმბოლო ორი ადამიანი ერთ სხეულშია, ისინი თითქოს ორ სხვადასხვა აზრს, ემოციას და განწყობას ატარებენ ერთდროულად. ეს ორმაგობა ხანდახან თვითონაც აბნევთ. მაგალითად, შეიძლება დილას გახარებული იყვნენ, შუადღეს მოწყენილები, საღამოს კი ისევ ენერგიულები. მაგრამ ეს ყველაფერი მათი ხიბლის ნაწილია, არასდროს იცი, რას უნდა ელოდო მათგან. ასტროლოგიური როლი. ტყუპები ზოდიაქოს მესენჯერები არიან. მათ უნარი აქვთ დააკავშირონ ადამიანები, გაიტანონ ინფორმაცია ერთი წრიდან მეორეში და შექმნან ახალ-ახალი იდეები. ისინი არიან როგორც სოც, ქსელი ადამიანურ ფორმაში, მუდმივად რაღაც ახალს აზიარებენ, უკავშირდებიან სხვებს და ინსპირაციასაც იძლევიან. რატომ უყვართ ყველას ტყუპები? ტყუპებთან საუბარი არასდროსაა მოსაწყენი, ისინი ნებისმიერ თემაზე საუბარს შეძლებენ, იქნება ეს პოლიტიკა, კოსმოსი თუ დილის კაპუჩინო. ისინი იუმორისტები არიან, გონებამახვილები და ბევრს იცინიან. ტყუპებს ხშირად აღწერენ როგორც ფლირტის ოსტატებსაც და როგორ არ იქნებიან, როცა მერკური გმართავს, სიტყვებით თამაში შენს იარაღად იქცევა. ტყუპები რეალურ ცხოვრებაში. ტყუპი შეიძლება ერთდროულად იყოს მხიარული, სერიოზული, ხისტი და ბავშვური. ისინი ხშირად სწრაფად იცვლიან აზრებს, დღეს შეიძლება გითხრან, აი ამას გავაკეთებ და ხვალ სრულიად სხვა იდეით გაგაკვირვან. თუ შენს გარემოშია ადამიანი, რომელიც მუდმივად ლაპარაკობს, კითხვებს სვამს და მოულოდნელად იცვლის თემებს, დიდია შანსი, რომ ის ტყუპია. ტყუპები უნიკალურები არიან, ისინი ინფორმაციის სამყაროს ხიდები და აზრების ქარიშხლები არიან. თუ შენს ტყუპი ხარ, გაეცანი საკუთარ ბუნებას უფრო სიღრმისეულად და იყავი ის მრავალფეროვანი თავი, რაც ხარ. დაწერე კომენტარებში, შენც ხარ თუ არა ტყუპი და რა შეგეცნო საკუთარი თავი ამ აღწერაში. და არ დაგავიწყდეს მოწონება და გამოწერა, რადგან შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებთ იმაზე, რატომ არიან ტყუპები ასე წინააღმდეგობრივები და როგორ აისახება ეს მათ ცხოვრებაზე.